მოგესალმებით მეგობრებო, ეს როგორც ხედავთ, სტუმრად ვარ ბატონ გიგისთან, მოგესალმებით მატა ფიტნესში. მოკლედ, ყველასათვის ცნობილია უკვე რომ მეც და გიგიც ვემზადებით ბოდიბილდინგის ტურნირისთვის. მოკლედ რო გითხრა გიგი, შენ რა ტურნირისთვის ემზადები, რა დონის ჩემპიონატი არის და შემდეგ რო ვისაუბროთ სხვა ნიუანსებზეც ვარჯიშის პარალელურად. მე ვემზადები მისტერ ოლიმპია მოყვარულებისთვის, რომელიც ტარდება ესპანეთში, ოღონდ ჯუნიორ კატეგორიაში ვემზადები. ჯუნიორი ნიშნავს 20 ლანდელები, მაგრამ დიდად არც წონის სხვაობა არ არის და არც სიმაღლის, ჩვეულებრივად უბრალოდ მხოლოდ ასაკის შეზღუდვაა. რაც შეეხება კონკურენცია არის უმაღლესი, რატო გადავწყვიტე, არ ვიცი ალბათ, იმიტომ რომ ხო, ცოტა უსაურია რა. ჯუნიორ დავიღალე. ჯუნიორ კატეგორია რომ დავინახე ალბათ. თან წონაც მაღალი და ვიფიქრე რომ შევძლებდი იმ წონის დამუშავებას, რაც ჩემს სიმაღლეზე მიწევდა. 84 კილომეტრზე და ახლა 90. შვენიერი. არ ვიცი, რამდენად ჩავეტები, შეიძლება ცოტა გადაიწიოს მზადდება, ამაზე ჯერ არ ვიცი. ხო, შენ იმზადებ GFC-ს. მეც ვემზადები GFC-ისთვის, მაგრამ ჯუნიორებისთვის აღარ მიწყობ სასაკი ხელს, ამიტომაც მხოლოდ და მხოლოდ ვემზადები ნატურალების კატეგორიისთვის და აწონებზეც ალბათ გამოჩნდება, შეიძლება რომ კლასიკშიც ვცადობები. ეგ რატო? შეიძლება რატო? იმიტომ რომ თუ ძალიან რადიკალური განსხვავება იქნება, ძალიან არ მინდა რომ დავიკარგო სცენაზე ყოველ შემთხვევაში. იქაც სადე რა. ყოველ შემთხვევაში შევხედო რა. ნატურალებში აუცილებლად გავალ და კლასიკში შეიძლება ვნახოთ. შვენიერი. ასე იგი, დღეს ვარჯიშობთ ხელებს. ჩემთვის არის პრიორიტეტი, შესაბამისად კვირაში ორჯერ ვაკეთებ და დღეს გიგო ჩემი პროგრამით გააკეთებს. ისეთი არაფერი განსაკუთრებული არ არის. უბრალოდ ინტენსივობა და ის ვარჯიშები, რომელიც მე პირადად ყველაზე კარგად მერგება და ნახოთ შეერაში თაბეჭდების ქვეშ იქნები. ჩემს YouTube-აზეც იქნება შემდგომ გიგო და გავაკეთებთ მის რომელიმე გუნდს. ზურგი იბეთა. ზურგს და ზურგს ვარჩევ გიგოს სტილით. ერთადერთი ვარჯიშია, რომელიც გულწრფელად მეყვარს, ახლა გადავალთ მაშინ და დავიწყებთ ნენელა უკვე ვარჯიშს. კარგი, მე დღეს მთლიანად მოვყვებით შენ. რასაც მეტყვი, თუ მეტყვი რომ ხელებს ზონდა დავდგე. საჩაურღა. ასე იგი, ვიწყებთ ტრიცეპსით. ჩემი პროგრამა როგორია? თითქმის აღარ საოცლი ვარჯიშებს. რაღაც გარკვეულ პერიოდამდე რა. რადგან როცა ერთ კონკრეტულს ვაკეთებ, ბევრად ეჩვევა თვითონ მოძრაობაც, მე წონებს გადაჩემეზლია და ბევრად ფიქსირებულად ვაკეთებ ყოველთვის. შესაბამისად, რასაც წინა ხელზე ვაკეთებ ხოლმე, იმას ვაკეთებ ეხლაც. ცალი თოკით, თავს უკან, crossover-ში. ჩემს არის ძალიან მაგარი ვარჯიში. ზოგადად ის ვარჯიში უნდა გავაკეთოთ, რასაც ყველაზე კარგად გზნობ და რაც ეფექტურია ჩვენთვის და ეს არის საუკეთესო. არ ვიცი ხშირ როგორ მოგერგება, როგორ მოგეწონება. სხვაშორის არ გამიკეთები ეს. ხო და მე თუ მეტს ვაკეთებ, ნახოთ თუ მოგეწონება შენ. მაშინ შეგიძლია ჩასულყო. სხვაშორის ტრიცეპსი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩამორჩენა გაქვს ხონდა და ალბათ ეხაც ხელები დამაგრებს. გასაგებია. ისე ამ დროის შუალედში თუ აქ იყავი და რაღაც კონდიცია გეჭირა, მოცილების კუთხით არ შეიძლება რომ აქაც გიხილოთ რომელიმე ჩემპიონატზე, ვიხდი, რატომ მიდიხარ პირდაპირ ხო? არა, რატო არა უნდა წახვიდე, მაგრამ ზოგადად ინტერესის გულის, რომ რაღაც შეიძლება რაღაცა გენერალურ რეპეტიციასაც რო გაიარო. მაგალითად მე ვაპირებ ეგრე ხა ეხლა მე ხო ვიყავ გამოსული. ეს ნატურალებში ყავ გამოსული და რა მივიღე, გიხოცე მითხარი. ძალიან დიდი სიამოვნება იყო თავიდან ეგეთი რაღაც გამოაცხადეს, რომ ნატურალები და გავადი და ეგ დამიყენეს კურსზე მყოფი ადამიანი და ხო ხდები, მე დავკარგე სურვილი რომ რამენაირად საქართველოში, იმიტომ რომ სულ ეგეთი რაღაცა ხდება. მე არ ვამბობ რომ უცხოეთ შეიძლება არ მოხდეს ეგეთი რაღაც და ის, მაგრამ მაქსიმალურად ხარ დაზღვეული. თან პლუს ის არის რომ უცხოეთია და სხვა მუღამი გვაქვს. რა ვქნა, ესე გადავწყვეტე და ესეთი მანგი მივედი, თორე
პირველ რიგში რა თქმა უნდა გამოხვიდი აქ გაგაკეთე შედეგი და ნატურალებში სურპრიზებს უნდა ველოთ. მაგას გეუბნები ხდები, ანუ რა ერთი ზოგს პირდაპირ გეუბნებით და არც უთხრდება. ანუ არ არიან ნატურალები და ამობენ რომ ნატურალი ვარ. მე ეგ იმას გვიშურება რომ ვიღაცას გონია რომ ეს ადამიანი ნატურალი შეუძლია რომ ის კონდიცია რაც უჭირავს და რა ფორმაშიც არის მიაღწიოს და გამოდის რომ არ თუმე ვერ მიაღწიოს. ძალიან არასპორტული. ფუჭი იმედებს აძლევენ რა და ანუ ეგ არის ყველაზე თავის გასრულება ადამიანისთვის. უფრო მძებელად შეგვეძლო დაგვეხასიათები. ხო, ნუ ეს ცოტა ლაითად იყო რა. დამავიწყდა როგორ. ესე? კი. ეს სუბუქი გასახურებელი, მე მომუმატებ, თუ კარგი იქნება წესი. ჩემთვის არცებს ანუ ხელები არ გაკლიეს, ხელები ძალიან მაგრად, ანუ პროპორციაში ძალიან კარგად გიდის. აი მე ბევრად მინდა ხელები. ხო არის ზომა რამდენი გახო 53? 3 მაქვს შრალზე. შრალზე ამ ცივზე ამ. ხა. 53 მაქვს მეც. просто ჩემთვის ძალიან პატარა 53, რას უყურდები ჩემს ხელზე. შენ დიდი ხარ. წავიდა. Bomboklят. Da. ჰანტელი თაკეთებს ბევრი, მაგრამ ხო, როგორც აღნიშნე, ანუ გაწევის ხრივ ბევრად კარგია, როცა ასე ვაკეთებ მე. წავიდა. დელტება თუ დაგეფამპა. ორი დაგჭი. ორი. არის თქარო? Bomboklят. მიდი ერთი და მაჯას დაუკვირდე გოშლი. მიდი. ნია დავში. გაია, всё. ახლა მე ზამა გადვიგზენი ტრიცეპსი. შეიძლება ერთი ვარჩიც მეყოს. მე ცოტა სხვა აღდგენა მაქვს. აქ ცოტა სხვა სიტუაცია. სიტუაცია ხო და სამი შეიძლება იტავ ჩემ ორგანიზმმა. მესამეზე გიყურებ ხო? ესე იგი შემდეგ ვარჩიც ვაკეთებთ. და ოკეი. ესე იგი შემდეგ ვარჩიც ვაკეთებთ ისე crossover-ში. უბრალოდ სწორ გაშლას ვაკეთებთ. ეს ორნაირად კეთდება. მე ვაკეთებ ხოლმე ადრე როგორ იცი, აქედან ვაკეთებ ხოლმე გაშლას. ბამსტედის სტილი ეს უფრო. და მე ნუ აქედან გაკეთება დავიწყე რა. ერთი განსხვავება ისაა, აქედან როცა გახარ ნაკლები ინერცია, აქეთ მეტ ინერციას აძლევ. თქვენ გინდათ რომ იქიდანაც იმას მიქნათ და მე თქვენ იმას აქიდანაც თქვენ კითხოს აქიდანა იმაშობთ რა. აზუ გახურება აღამდა. ანუ ბევრი აკეთებს ხოლმე ეგრევე ხოხტე მეორე ვარჯიშს გახურები და მესამე ვარჯიშს გახურები და მონინა რო არ საჭირო. თუ რამე განსხვავებული პუნქტი არის, მე ვფიქრობ რომ არ არის საჭირო. ეს კაცი რა წონით ხურდებოდა. აღდგენას დავაბრალო. ეს. შეტაი კიდე გააწელინე კიდე ნახე. არა, წაიღე просто უკან. უკან. უკან კარად გააწელინე. ოღონდ აქ შეგიძლია მოგეხარო და ის წამოიღე მერე. ოღონდ არ დაიწყო მხრით. დაიწყე ხელდა. აბა როგორი მოწაფე ვარ გიგი სენსეი. ძალიან კარგი. არა უკვე ის ხარ შენ ხო ხდები. დააპგრეიდებული. იაპონურში არის ანუ უმცროს მასწავლებელს ქვია სენპაი. ხო, სენპაი. სენპაი, სენსეი. მე მეძახდა ხოლმე ჩემი მოსწავლე ეგრე სენპაი. ანუ სწორ პონჩიცე ის იყო კარატის სენსეი და აჰა. ეგ გამოდიოდი ხო სენპაი. 아리, 오하요. 오하요. გიგის მოეწონა ჩემი ვარჯიში, კაი ბიჭი ხარო და აი საჩუქრათო ბოლო ვარჯიში შენ არჩიო და მე გადავწყვიტე რომ სამკუთხა ღერძით. ერთი
თავარია რომ აწევისას მე მხრივ არ წამოიღო. კაი. ბიჭო. დავიდა ბომბოკლია ბიდი ბოლომდე აი გასასახე აი შეიძლება იყო ბოლოტის ნიშნა და გიყო გასტიკო ზედმეტი როგორი გათიშული ვარ კრისებს ერთი და ერთ ჩავკაცები ეს რა ტრიცეპსი გამოვარდა რაღაცა გამოვიდა ეს ვარჯიშის ნაწილია ესე უნდა იყოს თუ ბომბოკლად სხვა შორჩებს ძალიან საინტერესო არის როგორც ამეხსნეს აი საჩემპიონატო ჩატვირთვა რაღაც დაახლოებით ეგეთი შეგრძნება რომ სუფამში თქვენ გამოსული ხარ და მოდი აგვიხსენით აი ჩატვირთვის ის რაღაც მაგის ისა მოხს მუღამი ერთი დამჭა ჩატვირთვის მუღამი არის ის არის რომ ისრობაზეც ხარ და სულ დაბანახე წყალზე რო ხარ ეს ხოლმე თუ დაცილია კუნთების ენერგია და ყველაფერი და თან პლუს წლის გამოყვანას გადადიხარ და ამ პერიოდში წყალი რო სხეულში ნაკლები არის და ამ დროს იწყებ უკვე ჩატვირთვას ვერ ასწრებს რა ეს სწრაფად ცხიმში გადასვლანამდე და პირდაპირ კუნთები შეიწოვება ბევრად სავსე ჩანხარ მე მაგათ ჩატვირთვა გავაკეთე როგორ მაშინ ნატურალებში გამოერე ნატურალებში ხო იქ გავაკეთე როგორ თუ ჩეულობ მიყვებოდი და დაბანახი წებს მე 2 დღე გამოვიღე ნახე წყალი სულ მე დავიწყე 3 დღე ქონდა ჩატვირთვა ძირითადად ჩატვირთვა სულ ბრინჯით და ბოლო დღეს იყო მხოლოდ კარტოფილი ფრი მარილით ბევრი ტვირთება ბურგერით ზოგს უხდება ბურგერი ზოგი ტვირთება ტკბილით მაგრამ ზოგს უხდება ხდები მაგრამ ნუ ის თემა რომ თუ ვაკუუმი გასაკეთებელი გაქვს უნდა ეცადე რომ ისე შეჭრო ხო ვეღარ გავაკეთე მე ვაკუუმს რა თოს მაგას იქ ინდივიდუალურია ვინ როგორ იტვირთება და ვის უფრო უხდება შენ დიდადობით ხა მოგიწევს მაინც სიფრთხილე ვაკუუმი გიწევს კი მაინც სიფრთხილე მოგიწევს რომ ვაკუუმის დაჭერა შეძლო თუმცა ალბათ შენც ჩაგტვირთავ ჩემნაირად რა თორე თავიდან პირველი მათსაზე დასმართული ხო ვერ გეცოდინება რა შენზე კაი და რა არის ისეთი მაგრამ მე პირადად ხა მით რო ჩავიტვირთე არ ვიყავი სავსე რა ხდები მე მეორე დღეს ბურგერი ვჭამ მაგარი სავსე ვიყავი ნუელებიც უფრო მომიყარა ესე გადავედი ბიცეპსზე რადგან ჩემპიონატი ვიდივართ მე ძირითადად აქცენტირებული ვარ პიგზე არ მაქვს თვითონ გენეტიკურად ისეთი ფორმა რომ ჩვენელი გენეტიკა გენეტიკურად ფორმა ის ისტორი მაქვს ან წელი მაქვს ბიცეპსი ხელის მაგიტო ჩაფრატარა და Psych! პირად მინდა რომ ამოწიო ზემოთ გენეტიკას ვერ შეცვლი მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ რომ პიკი მიყოს მეტად აქცენტირებული შესაბამისად სკოტზე ბოლომდე ჩაწვენილი რასაც ქვია ვასრულებთ ანტელით მოძრაობას აქაც დაახლოებით იგივე გამბეორებს და ისოს ვაკეთებ მაგრამ მაინც ვცდილობ რომ მაქსიმალურად ფიქსირებული მქონდეს ბიცეპსზე ამ კუთხით სხვა შორის არასდროს არ გამ დღეს მოკლედ სიახლეების დღე მაქვს ახალ რაღაცებს ვაკეთებ სხვა შორის ძალიან კარგად მუშაობს ჯერ დავაკეთე და აი სხვა შეკუმშვას გაზოხდები აი ინა ზემოთ პიკში კარგად ამომდის მე დატვირთვა ეს ბიჭი მონდომაზე ნამდვილად შენ ბიცეპსი ძლიერი ხარ გააკეთე ამით ჰა ბიცეპსი ძლიერი ხარ ეს გააკეთე ბიჭო მე მგონი არაფერში არ ვარ ძლიერი ერთი აი ეს თავმდაბლობა არა ობიექტური ტრესებზე ხონახი მოუკვდე მე იმიტომ რომ ვარჯიშებს არ ხარ შეჩოლასაც მოვაკეთე და მაგიტო ცოტა ჩაწვენილი ხარ ხდები დავай და კარგად შეკუმში ბოლომდე ვშლი ხო? ხო, просто გვირდოდ მოვაკ. სწორ კონდეს. აი, ეგეთე მიაწექი მე რა, თუ მე შეგიძლია 20-ით მიაწვე ჩაატრიალო, სუპინაცია გავაკეთე. აუ, ნაკეთე თითებით სუპინაცია და ბევრად კარგად დაიტანს. აი ეგრე. არა, წარახვიდე, მაგრამ დაბადატოვე ხელი.
მიდი. მიდი. მაჯებით მომოდი ხა. გასწორ. მიდი. მიდი. ორიც. წავიდა. მიხები გორძე. წავიდა, მიდი. შენ ძიმე ვტკაჩავზე გადა თუ ნუ ჩემთვის ძიმე რაღაცის არ იქნება ძიმე. მე გამოვარჩევდი ბურბულაში თან მაქვს ნავარჩები. ნიკასა ბიცეპსი ვარჩეთ მაშინ. 20 გამეორება 15 გამეორება ცოტა ბევრ გამეორებაში მაკეთებინებდა რა. და შეიძლება ხო ხდები 90%-ს მოუხდეს, შეიძლება 100%-ს არ მოუხდეს. ცოტა აი ეს სუპინაცია ხო ნუ იხები გვერდზე. მარტო თვითონ ის უნდა წამოიღო ტევნები, მიდი. სამი დავა. ორი. მიდი. ერთი. ო ზომზიმეს მოიტაგე. Passando o tempo, para a vida morta, que bota abaixo o puto e mata a minha para a vida morta, que bota abaixo o puto e mata a minha para a vida mortal, pela vida mortal, pela vida mortal, vida mortal, pela vida mortal, que bota abaixo o puto e mata a minha para a vida mortal, que bota abaixo o puto e mata a minha para, que mata a minha para, que mata a minha para. ეს აქვს ძიეწონაზე ყესე უქვეჭი. შენ ნუ დიდხარ ვარჩევდი იმაზე ტურნიკებზე და რაღაც მაგმოჩი ყესები ძლიერი გაქვს. თუ არა პროსტა და თუ რაღაცა მე ფუ მიდრეკილებისკენ რა. აბსოლუტ სანტიმეტრი სადარ გვაქვს. იქნება 1.52-3. დაგე წავიდი მოვდებნო. მოკლედ გავზომოთ ახლა ბიცეპსი. სიგზე. მოყოლე. 45. ო 45. გონი არ ტყუის ხო? არა. არა, კაი. მეს მინდა. გამაძრე. ვიდა. ვაფშე ფოტო გადავიღოთ მაგითი და მაგას დავიმას დავადებ ეს ბიცეპს რო აფიდგიზომო. ეს ო ბომბოკლად. სამაზე დამჩაბოს და გადაუღეს გახდის პროცესი. როგორ ხრი გადაუღე? ეს მუშაობს, ხო? შო. რა ჩემი გავზომოთ? ცოტა რთულია გაზომა და აი ეს გაზომვის შედეგად დავშოთ კვალი. ჩამოვება 1 სანტიმეტრიანი. აი საერთი. თითი დაადეო. ახლავე. 45. სერიოზული საზომია. არა, მუშაობს. მუშაობს 45 უნდა იყოს. ორი.
შეა. ისე დღიპი არა. შალი ხარ ბიჭო. მე არ ვარ, ეგეთი შალი არ ვარ. ეს ვისაც გსურთ გაიმჯობესოთ თქვენი სპორტული შესაძლებლობები თუ ჯანმრთელობის ხარისხი, მაღაზია Underdog-ი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სპორტულ საკვებ დანამატებს ქართულ ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად. აქ დაგვხვდებათ თბილი გარემო და პროფესიონალი სტაფი, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენთვის ოპტიმალური პროდუქტის შერჩევას. ასევე პრომოკოდი ბაშიაჩუკის გამოყენების შემთხვევაში მიიღებთ 10%-იან ფასდაგლებას ნებისმიერ პროდუქტზე. მისამართი ილია ვეგუას 25. საიტის ლინკი იქნება ვიდეოს აღწერაში. მოკლედ გასრულდა ესე ამბავი. ეს არ იყო დაგეგმილი მეგობრებო. მოკლედ ვარჯიში შედგა კარგი ვარჯიში. იდეის დონეზე დელტა უნდა გავეკეთები, მაგრამ მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ ვარჯიშის. მე ვაკეთებ ხოლმე შუა დელტას და უკანა დელტას ვამატებ ხოლმე. ხო. მე მგონი რომ ძალიან კარგი გამოვიდა. კი. შენ როგორ მოგიწევს ჩემი თქვა? კი. ჩემი ვარჯიშები. ბევრი რაღაც ახალი რაღაცა ვნახე, აღმოვაჩინე, დავტესტე ჩემ თავზე და ვფიქრობ რომ ძალიან კარგად იმუშავა, აგერ მე კადრებიდან ფამფლიდან გამომდინარეც მგონი შეატყობენ ჩვენი გამომწერები და მაყურებლები. ხო, ანუ უნდა ცადოთ ხოლმე ყველა ვარჯიში. არ არსებობს ეს ტენდენცია რო არის ხოლმე რომ საუკეთესო ვარჯიში, ეგ არ არსებობს. 4 მისვლა 8 გამეორება, всё. ხო, ანუ არც მისვლა, არც გამეორება, მაგას ყველაფერს საკუთარ თავზე ირგებთ. ზოგი ერთი მისვლა საკეთებს, ზოგი ორს იკეთებს, ზოგი სამს საკეთებს. და მე 3 ჩემს სტანდარტული ხოლმე, 2-3 სამუშაო. ეგრე ვარჯიშებს მაგის მიხედვით ვარჯიშობ ხოლმე და თვითონ რა ვარჯიშს ვაკეთებ, ეგეთ ჩემ თავზეა მოგებული ხოლმე ყოველთვის და მაგის მიხედვით რა. მოკლედ ალბათ ეგ არის ყველაზე მთავარი რომ რაღაცა მოირგო შენ თავზე. კი. და ვიღაცამ გითხრა ის გააკეთე. აუ კი შენ ზოგი სიტუაცია არის რომ შეიძლება მინდა არ მოგწონდეს, მაგრამ არ მუშა იყოს. აი ჰაკს კუათ მაგას შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ გასაკეთებელი გაქვს. მე როგორ არ გიგი, მაიცე როგორც ჩემს სულეგი აკეთებს, ისე ვცდილობ რომ მოხრები. მოკლედ დიდი მადლობა გიგის მასპინძლობისთვის, ძალიან კარგი და ნაყოფიერი ვარჯიშისთვის. შემდეგ ვიდეოში უკვე მე ვესტუმრები გიგის და ასე რომ აი ახლა კიდე ედიტში ვიზამ რა ესე რა აი ეს არხი გამოიწერეთ ყველამ. ეს არის გიგის არხი. დაწყაბეთ. ო, მოკლედ ჩემთან როგორც გიგომ თქვა, ზურგი დავგებოთ. თუ კერძი გინდოდა, კერძი მახსოვს. კერძი ყველაფერი მინდა ფეხის გარდა. ფეხი შეურჩევ მაგ და უფრო მეტად შეიძლება დაემწოს. არა. არ მინდა. აფიქრდი. მოკლედ ეგრე გამოვიდა რა და თუ მოგეწონათ, მოიცით რომ ვიდეო დაალაიქოთ, კომენტარები დაგვიწერეთ, გითხარით რომ კიდე მეტი ვიდეო და უფრო მეტი მოტივაცია გვექნება. და მე როგორ დაელოდეთ ჩემს არხზე გიგოსთან ერთად სხვა პუნქტის ვარჯიშს. Número 1. Bomboclat Thunder.